ნებისმიერი თვის 7-ში, 16-ში, 25-ში დაბადებული ადამიანები ატარებენ ციფრის 7-ის ენერგიას. სულის რეალიზაცია აქვთ დისციპლინით. ეგო რეალიზდება იოგის საშუალებით. იოგა ეს არის ჭკუის დისციპლინა. რაც მკაცრია დისციპლინა, სული უფრო რეალიზებულია. მიეკუთვნება ჯგუფს სულიერი ურთიერთობები. ეგოს ვექტორი მიზნად ისახავს მისი ქმედებების აღიარებას და იდეების სწრაფ განხორციელებას. დაბადებული არიან იოგებად. მათ ყოველთვის სჭირდებათ ენერგია თავში, იმიტომ რომ 97% ენერგიისა აქვთ პირველ ჩაკრაში და მხოლოდ 3% აღწევს თავში. ამიტომაც კრიზისი და ქაოსი აქვთ სულ თავში. სუპერ ეგოიზმის გამო რაც არ უნდა მისცე, არ არის მისთვის საკმარისი. ბევრი მფარველი ანგელოზი ყავთ, სხვა სივრციდან არიან მოსულები, არ იციან აქ რას აკეთებენ, არ ესმით მატერიალური სამყაროს ღირებულება. თუ 7-იანმა შეძლო ტრანსფორმაცია, ესენი არიან ყველაზე გენიალური ხალხი. 7-იანებს აქვს 100%-იანი ენერგია, საუკეთესო კრიზის მენეჯერები არიან. ხალხის ცხოვრებაში მოდიან ორი სახით, ერთი მასწავლებლად და მეორე კრიზისის სახით. კრიზისის მეშვეობით საშუალებას გაძლევს გააცნობიერო ცხოვრებისეული არსი. 7-იანს არ შეუძლია ოქროს შუალედის დაჭერა. არიან როგორც ფენიქსის ჩიტები. მინუსებში ახასიათებს სიტუაციის ვერ გაგება, უაზრობა, სუიციდისკენ მიდრეკილება. პლუსებში ახასიათებს სწრაფი რეალიზაცია და კარგი კრიზის მენეჯერები არიან, ასევე იოგებიც. მორალი აქვთ ასეთი, ადამიანებს ყოფს სულიერი, არასულიერი, აღიარებული, არააღიარებული. ენერგია აქვთ ტრანსფორმაციული და კრიზისული. 7-იანი სარკასტულია. კონკრეტულად საუბრობს პრობლემაზე, ამიტომ ხშირად მის ნათქვამს შეურაცხყოფელად აღიქვამენ. რაც არ უნდა მტკივნეულად აღიქვამდეს, საჭიროა კორექტულად ამის თქმა. 7-იანი კლავს ერთიანს ანესთეზიის გარეშე, იმიტომ რომ ერთიანი მეფეა და 7-იანი ვარსკვლავია. სპორტი და დისციპლინა ეხმარება ადეკვატურობის დაბრუნებაში. ყველას სჭირდება ერთი და იგივე მეთოდით მკურნალობა. ამისთვის საჭიროა მიმართონ მედიტაციას ან ალტერნატივას, მაგალითად იოგას. იოგა ეს არის როგორც თქვის ჭკუის დისციპლინა. 7-იანების პრობლემა არის სწრაფად და კონკრეტულად გადაწყვეტა. 7-იანი კარგი ტრიგერები არიან იმისათვის, რომ გამოვიდეს შენგან ემოცია. სწრაფი რეალიზაცია შეუძლია. პერფექციონისტები არიან, მათი გენიალობა გამოიხატება პერფექციონისტობაში.